ხვალ საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ხვალ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ერთად ამ ქვეყანაში უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა და რაც ყველაზე მთავარია, მაფიოზო კრიმინალური მართლობა. და ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხალხს. ჩვენ ყველას ერთად. სულ რამდენიმე საათში, 14 საათში გაიხსნება საარჩევნო ურნები. 14 საათი აშორებს ქვეყანას არჩევნებისგან და ხელისუფლებამ გააკეთა ზეწოლა ამ მომჩევლებზე და განსაკუთრებით საჯარო მოხელეებზე. ძვირფასო პედაგოგებო, ძვირფასო საბავშვო ბაღის თანამშრომლებო, ძვირფასო დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ძვირფასო ავტობუსის მძღოლებო და სხვა პროფესიის წარმომადგენლებო. ჩვენ გვაქვს ყოვლის შემცველი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებენ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს, რომ ხვალ საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეთ და მიიყვანოთ საკუთარი ოჯახის წევრები დღის 12 საათამდე. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, დღის 12 საათამდე და ეს ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ დანებდეთ ზეწოლას. არავინ და ვერავინ დაინახავს თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მიცემ თქვენ ხმას დაცულ საარჩევნო კაბინეტში. ამიტომ გვაქვს თქვენი ძალიან დიდი იმედი. ხვალინდელი არჩევნები განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო 10 წლეულებს. ქვეყანაში, სადაც მილიარდელმა ივანიშვილმა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პენსიონერს 5 წლის განმავლობაში ვიმეორებ, ერთი ლარითაც კი არ გაუზარდა პენსია და ცინიკურად 2018 წელსაც არაპირებს პენსიის ზრდას არც ერთი თეთრით. აი ეს ქვეყანა მივიღეთ ჩვენ 5 წლის განმავლობაში, მაგრამ სამაგიეროდ ორჯერ გაიზარდა ქართულმა ოცნების ხელისუფლებამ დანამატები და პრემიები. ჩვენ ყავს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, სადაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეს ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ყოველი მეექვსე ბავშვი ჩვენს გარშემო ძვირფასო მოქალაქეებო საარსებო მინიმუმის ნაკლებს მოიხმას. აი ესეთი ქვეყანა გვაქვს დღეს ჩვენ, მაგრამ პარალელურად ყავს მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ეხმარებოდეს გაჭირებულ ადამიანებს, ვარად ისაკუთრებს თბილისის ცენტრს. მთელი დასავლეთ საქართველო და ეხლა ათასობით მოქალაქე მე მისმენს. მთელი დასავლეთ საქართველო არის განადგურებული აზიური ფაროსანა ჭირის მეშვეობით. განადგურდა მთელი ყველა სოფლის მეურნეობის კულტურა. 10,000-ობით და 100,000-ობით ოჯახი დარჩენილია ულუქმაპუროდ და წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ უნდა გადაიტანონ მათ კარს მომდგარი ზამთარი და ამ დროს რასაკეთებს ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში და კონკრეტულად ამ ფაქტთან მიმართებაში კომპენსაციასაც კი არ უნაზღაურებს. და 5 წლის განმავლობაში შეგახსენებთ ძვირფასო მოქალაქეებო, ეს მილიარდერი ადამიანი დაკავებულია საკუთარ საკარბიდამოში ხეების გადატანით და ამით ერთობა. მაშინ, როდესაც გაღატაკებულია მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ყოველ მესამე ადამიანს ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობს, თვალი ამ ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს. ძვირფასო მოქალაქეებო, ძვირფასო მაყურებლებო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარეს დგას კრიმინალურ მაფიოზური მართლობა, დგანან მილიონერები, დგანან მილიარდერები, მათ არ აქვთ მთავარი, არ აქვთ ხალხის ხარდაჭერა. მეორე მხარეს დგას ხალხის ძალა და ხვალ როგორც არასოდეს ისე ერთმუშტად უნდა გამოცხადდეთ ყველანი საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდერ ივანიშვილის ხელისუფლებას. 3,400 ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი, ამას დამატებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესს და ნუ შეგეშინდებათ, ავდგეთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და შემოვხაზოთ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც თქვენთან უფრო ახლოს არის გულთან. არ დავნებდეთ ზეწოლას, არ დავნებდეთ შანტაჟს, არ დავნებდეთ მუქარას. მოგატყუათ ქართულმა ოცნებამ, დიახაც მოატყვილეთ თქვენს ქართული ოცნება, გაშანტაჟებენ, უთხარით რომ დიახაც მიხვალთ და მიცეთ ქართულ ოცნებას, მაგრამ საკუთარ თავთან როდესაც დარჩებით საარჩევნო კაბინეტში მარტო, აი მაშინ გააკეთეთ ცივი გონებით არჩევანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და საკუთარი ბედის ჭედრებით დავიმახსოვროთ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ და ჩვენ გვაქვს სხვა ისტორიული შანსი, რომ ამ ქვეყნის განვითარება სასიკეთოდ შევცვალოთ.